იანვრის თვეში რა გელოდებათ, რა ძირითად და მთავარ ენერგიებში იქნებით? აი, რჯეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი. პირველი ან მეორე ვარიანტი. პირველივე წამებში ბევრი არის ფიქრობთ, უცებ რომელიც მოგეწონებათ, ის აირჩეთ. თუ გინდათ დააპაუზოთ ხოლმე ვიდეო და ისე აირჩეთ. მოკლედ დავიწყოთ პირველი ვარიანტით ახლა იანვრისთვის ენერგიები. პირველი ვარიანტის შემთხვევაში სიტუაცია ესეთი გვაქვს. შესაძლებელია აქ პიროვნებისგან იყოს გარკვეული სახის ნაბიჯები გადმოტკმული, ადამიანზე იყოს ასევე განაწყენებული და გაგაბრაზო და გაგაღიზიანო და რაღაცა ბრძოლა მიდის სიმართლის დამტკიცებისთვის, ისტორია, ვინ ტყუანია. აქ უფრო მამაკაცის სიტუაციები ამოდის და მასთან მიმართებაში დაძაბული და კონფლიქტური სიტუაცია, თუ მამაკაცები ნუ შეიძლება თავად ხართ ესეთ ცოტა მომართულ და მოჭიმულ ენერგიაში, ნუ ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ოფიციალურ ორგანოსთანაც მოგიწევთ, გარკვეული არც თუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა, კონფლიქტური დაძაბული ენერგიები შეიძლება შეინიშნებოდეს ოფიციალურობასთან მიმართებაში, ან რაღაცა სიმართლის დამტკიცება მოკლედ თქვენის გატანა, ან მათგან იყოს წამოსული ცოტა ესეთი ხისტი დამოკიდებულება. მე მაინც უფრო პირად ურთიერთობებზე გადავიხრებოდი პირველ ვარიანტში და ვიტყოდი, რომ აი თბილი რბილი ინიციატივები, შეიძლება გრძნობების გამო გქონდეს ვინმე პიროვნებას თქვენ მიმართ და ეცადოს ინიციატივების გამოხატვას, თუმცა ჯერ მაინც საწყისი ეტაპია, წინასწარ ძალიან დიდ გეგმებს მოაწყობთ ამ ადამიანთან მიმართებაში, რადგან არამდგრადი მომენტებით შეინიშნება ქცევაში და ხასიათში, ჯერ ახლა იწყება ყველაფერი. რაც შეგეხებათ მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტის შემთხვევაში იანვრის თვეში უფრო აქტიური იქნება ოჯახი და ოჯახური სიტუაციები, სახლის საკითხები, საოჯახო ამბები გექნებათ საკმაოდ გასარჩევი. აქ მომეტებულ სიფრთხილეს აჩვენებთ. შეიძლება რაღაცა შემოთავაზება იყოს ან რაღაცა საუბარი განხილვა სიტუაცია და თქვენ ძალიან დაძაბულები ხართ, ძალიან უნდობლად ხართ განწყობილები აქ რაღაცა მაგ ამბებთან მიმართებაში და აი დაჭიმულები თითქოს შეიძლება აქ უკვე რაღაცები არც თუ ისე სასურველი გადაგხდათ თავს და ეხლა უკვე ვეღარ ენდობით და აღარც იცით იდეაში ღირს თუ არა საერთოდ რაიმე ნაბიჯის გადაყვება მაქსიმალური თვითკონტროლის ამბები გაქვთ ჩართული აქ მეორე ვარიანტს. ნუ ვიტყოდი რომ დაფიქრდით, კარგად დაწონეთ, შიშებმა მაინც და მაინც ისად რო არ გმართოთ, შეიძლება თუ რაიმე კარგი რეალური ვარიანტია განიხილეთ და ნუ შიშმა გასაგებია რომ და რაღაცა ნეგატიურმა გამოცდილებამ თავისი გააკეთა, მაგრამ თლად ამის გამო ნუ დაისტრესებით და ნუ დაიძაბებით და ცხოვრებას ესე ვთქვათ ხელს ნუკრავთ და უარს ნუ იტყვით სიმშვიდეს ბედნიერებაზე, ჰარმონიაზე. ნუ თქვენ მაინც ესეთი გაქვთ რა, ძალიან კონფლიქტური არ არის, მაგრამ დაძაბული ენერგიები ბევრია. თითქოს რაღაცას დიდი ხანია ითმენთ, რაღაც სიტუაციის შეცვლას არა და არ დადგა ეს ამბავი, რომ შეიცვალოს და ამანაც უკვე დაგღალათ. შეიძლება მოთმენის და ატანის რეჟიმი გაქვთ დიდი ხანი ჩართული და უკვე ყელში გაქვთ ამოსული. გისურვებთ სიმშვიდეს და სიყვარულს.